მოგესალმებით ძვირფასო მარათონის მონაწილეებო, ჯგუფი არ არის აქტიური და დინამიკაში ვერ მივყვები, იმისთვის რომ დამატებითი ტექნიკები ან ვიდეოების სახით ჩაწერილი სხვადასხვა სავარჯიშოები შემოგთავაზოთ, თუმცა დღეს მინდა რომ გაგიზიაროთ ტექნიკა, რომელსაც ქვია ანტისტრესი. ეს ტექნიკა გამოგადგებათ მაშინ, როდესაც ღელავთ, შფოთავთ, განიცდით ბრას, ცხენას, ან სხვადასხვა სახის ტკივილს, რომელსაც სხეულში განიცდით ამ ემოციებიდან გამომდინარე. პირველ რიგში საჭიროა შეაფასოთ თქვენი სტრესი 1-დან 10-მდე, სადაც 1 იქნება, რომ საერთოდ მშვიდ მდგომარეობაში ხართ და სტრესი თქვენზე ვერ ახდენს ზეგავლენას, არ ღელავთ, არ შფოთავთ და 10 იქნება, რომ ძლიერად განიცდით ამ სტრესს. მიანიჭეთ ის ქულა, რომელიც პირველი მოგივათ აზრად, ამის შემდეგ კი დაიწყეთ ტექნიკის გაკეთება. საჭიროა განმარტოვდეთ დაახლოებით 5-10 წუთი და ტექნიკა გააკეთოთ თქვენს ტემპში. საჭიროა ხელები დაიდოთ მხრებზე და მთელი ტექნიკის განმავლობაში გააკეთოთ ესეთი მოფერებითი სახის მოძრაობები განუწყვეტლად. მოთავსდით კომფორტულად, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ დაახლოებით 3 ჯერ, თან ხელების მოძრაობას აკეთებთ, შეგიძლიათ დახუჭოთ თვალები. ხელების მოძრაობას განაგრძობთ და პირველ რიგში წარმოიდგინეთ, რომ დგახართ შხაპის ქვეშ. ამ შხაპს გამოაქვს თქვენგან ყოველგვარი ნეგატიური აზრი, ყოველგვარი ნეგატიური ენერგია, რომელმაც გამოიწვია სწორედ ის ტკივილი და სტრესული მდგომარეობა, რომელიც დღეს გაქვთ. დაინახეთ, როგორ გაედინება შავი წყალი თქვენგან და ჩაედინება ტრაპში, როგორ იწმინდებით და ივსებით. ამის შემდეგ კიდევ გააკეთეთ ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. ხელების მოძრაობას ვაგრძელებთ და წარმოიდგინეთ, რომ ფანტასტიურ შესანიშნავ ამინდში მისეირნობთ ზღვის სანაპიროზე. მე დაგეხმარებით ნაბიჯების წათვლაში 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20. ხელების მოძრაობას ვაგრძელებთ, თვალებს გაახელთ, თავი არის გაჩერებული და თვალები მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, ისევ მარჯვნივ, სულ 5 ჯერ. ამის შემდეგ ისევ დახუჭავთ თვალებს, ხელების მოძრაობას გააგრძელებთ და ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენთვის შესანიშნავ, ფანტასტიურ ამინდში მისეირნობთ მწვანე მინდორზე. ისევ 20 ნაბიჯი უნდა გადადგათ და მე მოგეხმარებით ამ ნაბიჯების დათვლაში. ხელების მოძრაობა გააგრძელებთ თქვენთვის კომფორტულ რიტმში, ტემპში. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20. ამის შემდეგ ისევ თავი გაჩერებულია, თვალებს ახელთ, ისევ მარჯვნივ თვალები, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, ისევ მარჯვნივ. ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. მეცით სხეულს იმის საშუალება თუ რაიმე მოძრაობას გააკეთოთ, შეგიძლიათ მხრები უკან გადაწიოთ, წინ გადმოწიოთ. ამას შინაგანი ეკრანის გასუფთავებას უწოდებთ. ამის შემდეგ ისევ შეაფასეთ თქვენი სტრესის დონე 1-დან 10-მდე. რამდენი ქულა იყო და ახლა რამდენი ქულით დაიწყო თქვენმა სტრესის დონემ. ეს ტექნიკა შეგიძლიათ გაიმეოროთ კიდევ მეორედ, მას შემდეგ რაც შეაფასებთ თქვენი სტრესის წყაროს და თუ ამ ტექნიკას გამოიყენებთ ყოველდღიურად, დღეში ერთხელ
თქვენი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე, ან კვირაში 2-3-ჯერ მაინც გააკეთებთ, კვირდებით, რომ თქვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა იქნება ძალიან სტაბილური. თუმცა ეს ტექნიკა არ ცვლის კვალიფიციურ ფსიქოთერაპიულ მომსახურებას და არის ისეთი სახის ტექნიკა, რომელიც შეგიძლიათ, რომ თვითრეგულაციისთვის გამოიყენოთ. ეს ტექნიკა ასევე გამოგადგებათ ბავშვებთან სამუშაოდ, ოღონდ განსხვავებული ვარიანტით, შეგიძლიათ ზუსტ უკან დადგეთ თქვენი შვილის და დაუწყოთ მას ხელების ჩამოსმა მკლავებზე. ოღონდ არა ზევით ასმაზე, არამედ მხოლოდ ზევიდან ქვევით ვარცხნით, მოკლედ ამით ფსიქიკას, ამას ვეძახით ფსიქიკის დავარცხნას, აი ასე აკეთებთ და არავითარ შემთხვევაში ასე არ გააკეთოთ. ზევიდან ქვევით მოძრაობებით. რითაც ხელს შეუწყობთ, რომ თუ თქვენი შვილი აღელვებულია დამშვიდდეს, ზურგს უკან დგომა კი მას მისცემს სიმყარეს და იმის განცდას, რომ ის, რასაც ის თვითონ ვერ მართავს, ამის მართვა შეუძლია მშობელს, თუნდაც უხმოდ, უბრალოდ სხეულზე შეხებით. ოღონდ ამ ტექნიკის გამოყენებისას დააკვირდით, რომ ბავშვი არ იყოს ზეგაღიზიანებულ მდგომარეობაში და უშუალოდ აი ამ ემოციების პროცესში, როგორც კი ცოტა ჩაწყნარდება, მაშინ შეგიძლიათ, რომ გამოიყენოთ ეს ტექნიკა და მას მისცეთ სიმყარე, სიძლიერე და დავარცხნოთ მისი ფსიქიკა. მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებებს, იმედი მაქვს, რომ ამ ტექნიკას გამოიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და იქნებით ფსიქოემოციურად ჯანსაღები და ბედნიერები. წარმატებებს გისურვებთ.